ხვალ 3 საათზე რუსთაველის პროსპექტზე მთელი მსოფლიო ელოდება ქართველი ხალხის საპროტესტო ხმას იმ სახელმწიფო გადატრიალებაზე, რომელიც მოგვიწყო ბიძინა ივანიშვილის დანაშაულებრივმა ჯგუფმა არჩევნების სახით, რაც წარმოადგენდა ჩვენი ხალხის, ჩვენი ერის, მათი მომავლის, მათი ისტორიის ფეხქვეშ გათელვას, ძალადობას, შეურაცხყოფას, ხელისუფლების მორიგ უზურპირებას. და ნუ ვიფიქრებთ, რომ ამ აქციაზე ჩვენ გვეძახის რომელიმე პარტია და რომელიმე ლიდერი, ან რომელიმე საზოგადოებრივი დაჯგუფება. მიტინგზე ხვალ ჩვენ გვეძახის ჩვენი დიდი ისტორია, ჩვენი დღევანდელობა, ჩვენი მომავალი იმისათვის, რომ ვერავინ ვერასოდეს ვეღარ გაბედოს ფეხქვეშ გათელვა ჩვენი სახელმწიფოებრიობის, ჩვენი დამოუკიდებლობის, ჩვენი სიამაყის, ჩვენი კაცობის, ჩვენი ქალობის და იმ სილამაზის, იმ სიამაყის, რითაც ქართველი ხალხია ცნობილი და აღიარებული მსოფლიოში. დაგვამცირეს, აბუჩა დაგვიგდეს, გვითხრეს, რომ თქვენ არავინ არაფერს არ გეკითხებათ, გინდა მოდით არჩევნებში, გინდა ნუ მოხვათ, გინდა მიეცით ხმა, გინდა ნუ მისცემთ, ჩვენ მაინც იმას დავწერეთ, რაც გვინდა და სწორედ ჩვენი ხალხი ხვალიდან დაიწყებს იმ ისტორიული განაჩენის დაწერას, რომლის მიხედვითაც აი ამგვარი ბანდები ხელისუფლების სიახლოვეს ვერასოდეს ვეღარ გაჭაჭანდებიან. და დღეს დარწმუნებული ვარ ყველა ქართველს, ყველა ჩვენს მოქალაქეს სწორედაც ხვალინდელზე უძგერს გული. დიახ, ხვალ ჩვენი მარტყოფია, ჩვენი ბასიანია, ჩვენი დიდგორია, ამ დიდი ბრძოლების დაწყებაა და მთავარია დავდგეთ ერთად და დამერწმუნეთ, ვერანაირი ტარტაროზი ჩვენ ვერ მოგვერევა და ვერ დაგვამარცხებს. გამარჯვება უფრო მეტად მოახლოვა ბიძინა ივანიშვილმა აი ამ ბოროტმოქმედებით კვირას. გამარჯვება. ვიდრე შეიძლება ყოფილიყო თქვათ არჩევნების შედეგებში რაღაცა 1% ოპოზიციის უპირატესობა. ფაქტურად საკუთარ განაჩენს, საკუთარ დამარცხებას კვირას ისე მოაწერა ხელი, რომ ვერც გაიგო. რახან ვერ გაიგო, ჩვენ ამას ხვალ დავანახებთ. მას და მთელს ქვეყნიერებას. ვინა ვართ და როგორ არ შეიძლება ხუმრობა ჩვენთან. აი ეს. კარგი, მე გკითხავთ გიორგი გახარიას გუშინდა განცხადებაზე, რომ ტელეკომპანია იმედში თქვა, რომ ამორჩევლების უმეტესობამ 9 ოპოზიციურ პარტიას მისცა მანდატი. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენც დაგვავალესო მთავრობას, რომ ვითანამშრომლოთ მათთან ერთად გადავწყვიტოთ საკითხებიო და ჩვენ მზად ვართო ნებისმიერი ღია სახის მოლაპარაკებისთვის ოპოზიციურ პარტიებთან. თქვენი პოზიცია როგორი იქნება და ითანამშრომლოთ თუ არა მთავრობას? ბრალდებულ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა მე წარმომიდგენია მხოლოდ და მხოლოდ ერთი დღის წესრიგით. ხელახალი არჩევნები და ამათი გუდანაბადის აკვრა. სხვა სახის თანამშრომლობა წარმოადგენს დანაშაულს ქართველი ხალხის წინაშე და არა ვინმე კონკრეტული ჯგუფის წინაშე. ანუ თქვენ არ ხართ მზად თანამშრომლობისთვის? თანამშრომლობაზე მზად ვარ, თუ დაინიშნება ხელახალი არჩევნები და ხელისუფლება აღიარებს, რომ არჩევნები მასობრივად გაყალბდა და გამოცხადდეს ბათილად აი რამდენიმე დღეში ამ შედეგებს. სხვა რა თანამშრომლობა შეიძლება გასწიო ტერორისტთან, გამტაცებელთან, აგერ გაწიეს თანამშრომლობა იმ ბანკის გამტაცებელთან და გაატანეს ნახევარმილიონი დღემდე თავისუფალია. ხო? ის კიდევ ნაკლები ბოროტება, რაც ამათ ჩაიდინეს. ის ესებოა ფრთიანი ანგელოზი ამათან შედარებით. სამადაშვილზე მინდა რომ გითხოთ ბატონო შალვა, რა შეიძლება გუშინ ესეთი ინფორმაციები გავცელდა, რომ ფარული ჩანაწერები ალასანიასი, გუბასანიკიძის და სალომე სამადაშვილს აი რასთან გვაქვს საქმე, თქვენი დუსმენენ თუ არა დღესდღეობით პოლიტიკოსებს. სამადაშვილი კიდე აცხადებს, რომ ეს ყველაფერი დამონტაჟებული იყო და სხვადასხვა საუბრებიდან, სხვადასხვა მომენტებიდან ამოღებული საუბრები იყო და რასთან გვაქვს საქმე, თქვენი აზრი რომ მითხრათ თუ შეიძლება? ჩვენ საქმე გვაქვს საბჭოთა შინსახკომის რეანიმაციასთან კავკასიაში საქართველოს მონაწილეს. ალბათ ცხონდა იაგოდას, ეჟოვის და ლავრენტი ბერიას სულები. აი ამათი შემხედვარი. ესენი ყველა დაჯდება საბრალდებო სკამზე, მათ შორის უკანონო მოსვენებისათვის და მე მახსოვს 90-იან წლებში, როდესაც სრულიად
უპრობლემო საუბარი ჩაიწერა უშიშროებამ მაშინდელი პარლამენტის სპიკერის ვახტანგ გოგოაძის და მაშინდელი დეპუტატის ჟურნალისტ ნოდარ გრიგალაშვილის არაფერს მოიკითხეს ერთმანეთმა, მაგრამ უშიშროებამ შეაიწერა და ეს გახმაურდა ამის გამო ჩვენ გადავაყენეთ მაშინდელი უშიშროების მინისტრი შოთა კვირაია, რომელმაც არც არაფერი არ იცოდა ამ მოსვლის თავის. მადლობა. დღეს უნდა გადამდგარი უნდა იყოს აი ეს ქართულ ბანკის პრეზიდენტი. აი ეს უსახო არსება დღეს რომ უშიშროების შეფი გახდა. ლელუაშვილი თუ ლილუაშვილი რა გვარი ეს კაცი? ეს დღეს უნდა იჯდეს დაკითხვაზე და უნდა იყოს გადაყენებული მინიმუმ. მაგრამ მივადგებით მაგათაც. ერთი მაგათ ვასწავლიმე როგორ უნდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის როლის შესრულება უშიშროებას. ნაცვლად იმისა რომ მუშაობდნენ უსაფრთხოებაზე ქვეყნის გეოპოლიტიკურ მდგრადობაზე იმ რეგიონში სადაც უკვე ცეცხლიტრიალებს ომის და უამრავი ინტერესია მათ შორის სადაზვერო უამრავი ქვეყნის აი ამის ნაცვლად ქვეყნის უშიშროების სამსახური მუშაობს როგორ გააყალბოს ბებია ეფროსინეს ხმები. სუსმა დაიწყო გამოძიება სახელმწიფო ხელისუფლების დამყარების ფაქტს. ძალიან მალე დაიწყება გამოძიება სუსის წინააღმდეგ, როგორ მოახდინეს მათ სახელმწიფო გადატრიალება გაყალბებული ძალადობრივი არჩევნების გზით. ამიტომ გამოთქმა რომ საუკეთესო თავდაცვა, თავდასხმაო ამათ არ უშვილის. აი ამ დანაშაულს ისინი ვერასოდეს ვერ ჩამოირიცხავენ და ვერასოდეს ვერ მიიღებენ ამინისტიას და პატიებას. ამიტომ რამდენიმე მოკლე ხანი დარჩათ იმისაც რომ საკუთარი ჭია დაახმაროთ. ეს ჭია გრძელი არ იქნება. მინდია უგრეხელიძის ინიციატივაზე თუ იცით, ანუ მისი ინიციატივით ის პარტიები, რომლებიც დიდი ბევრ მანდატს ფლობენ, იმ პარტიებმა უნდა გადაუნაწილონ ნაკლებ პროცენტების მქონე პარტიებს თავიანთი მანდატები, მათ შორის თქვენ შედიხართ. ამ ინიციატივაზე რას ფიქრობთ? თია წულუკიანი ამ ინიციატივას მხარს უჭერს და ასევე დაამატა, რომ ის მანდატები, რომლებიც ანუ ის პოლიტიკოსები, რომლებიც არ შედიან პარლამენტში, მათ ხელფასიც არ უნდა აიღონ, სახელმწიფოს ფული არ უნდა მოხმარდეთ, მათ მაშინ, როდესაც არ გააკეთებენ არაფერს პარლამენტში. ამ ორ ინიციატივას ხო, ამჯერ დავიწყოთ პირველი ინიციატივა ხმების მანდატების გადანაწილებაზე დაბალპროცენტიანებისთვის. თქვენ თუ ჩაერთვებით და თქვენთვის რამდენად მისაღებია ეს ინიციატივა? ცნობილი გამონათქვამი იმის თაობაზე, რომ ეშმაკი დაცემული ანგელოზია ზუსტად აცხადდა ბატონ მინდია უგრეხელიძის განცხადებით, რომელიც ჩემი ლექტორი გახლდათ, უნიჭიერესი იურისტი, მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს წარმომადგენელი ევროპის სასამართლოში, ქვეყნის უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარე, მაგრამ სამწუხაროდ მან დაივიწყა ყველა ეს რეგალია და დარჩა გაზეთ კომუნისტის მთავარ რედაქტორად, სადაც ის რამდენიმე წელი მუშაობდა. ეს განცხადება არის გაზეთ კომუნისტის მთავარი რედაქტორის უპასუხისმგებლო დანაშაულებრივი განცხადება, რათა აამოს ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანს, ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილს. ეს არის ყოველად სამარცხვინო, მე ვწუხარ ბატონი მინდიას მაგივრად. ეხლა რა შეიძლება ხელფასებსა და არ ეთანხმებით, რომ ეს არ მოგწონთ ეს პრინციპი. გასაგებია, აუმჯობესია გამისა ერთ პარტიას როგორ უნდა განაწილოს, სხვა პარტიაზე არ მოწერეთ ანუ ეს მანდატები ესე ხო არ დარჩება ცარიელი. მანდატები რა თქმა უნდა დარჩეს ცარიელი, როცა იქ მოხდა უკანონობა და შედგა არაკანონური პარლამენტი. აბა რო შევისვოს ის მანდატები, დანაშაულზე ხელშეწყობა არ მოხდა. ჩვენ ხელშეწყობას არ ვაპირებთ. პორტ მოქმედების მithumetes თუ ის მიმართულია ქვეყნის წინააღმდეგ. ანუ უფრო საინტერესო პარლამენტი იქნება ეს პატარ-პატარა პარტიები უფრო მეტი. ხა საინტერესო იმ გაგებით იქნება, რომ იქნება დამნაშავეთა ხროვა და პარლამენტში დაჯდება ის, რომელსაც აუმჩევთ საერთოდ არ იცნობს. არა, ანუ თქვენ, მაგალითად თქვენ ლელოგირჩი სტრატეგია არ მაშინ, ანუ დაბალი პროცენტი რომელმაც. რა სისულელია, რომელი იკადროს მაგას, რომ სხვა პარტიაზე მიცემული მანდატი და პროცენტი თავის თავზე დაიწეროს და პარლამენტში დაჯდეს. ამას ჯობია სამარიაში წასულა. გასაგებია. ეხლა მეორე კითხვა ხელფასების თაობაზე, რამდენად ფიქრობთ, რომ სწორი იქნება, მაშინ, როდესაც პარლამენტში არ შევიდნენ ეს პარლამენტარები და ხელფასი ბიუჯეტის თანხა მაინც. საერთოდ აი აქედანაც შანს რომ ივანიშვილის დანაშაულებრივი დაჯგუფების ინტელექტი, ზნეობა არ მიდის მწვანე დოლარის იქით. მათ ვერ წარმოუდგენიათ გადახდის, ფარას, ანგარიშსწორების, საბანკო ტრანზაქციების გარეშე სამყარო, გალაქტიკა,
კვაზი გალაქტიკები ვერაფერი ვერ წარმოუდგენათ. მათ გონიათ რომ მზეც მწვანე დოლარით არის ანთებული, იმიტომ გვატყობს. ეს უბედურები ესენი. ეს უბედურები თავის. როგორ აპირებენ საერთოდ ხალხში გამოსვლას. მე რო ჩამოვიარო მთელი საქართველო დღეში ერთი ოჯახი მაჭმევს პურს. და ამათ რომ დაცვის გარეშე გაიარონ, ცემაში მოკლავს ხალხი. ანუ წულუკი ჯერ ერთი 12 წელი 95 წლიდან 2007 წლამდე ლეიბორისტული პარტია არ ფინანსდებოდა ბიუჯეტიდან და საერთოდ არც ერთი პარტია არ ფინანსდებოდა. მაგრამ ჩვენ ვარსებობდით და პოლიტიკური სისტემა დღემდე მოვიდა. არავით არ ფინანსებდა. სიუხვაზე დავჭდები. და მას პოლიტიკურ მოსავლებში მაინც გავუშვი. არავით არ ფინანსებდა. ანუ თეა წულუკიანის ამ ინიციატივას რომ ხელფასები არ უნდა იღონ, ასე თუ ისე ეთანხმებით. რას ქვი ხელფასები არ უნდა იღონ? ანუ თუ პარლამენტში არ შეხო დეპუტატის ხელფასი როგორ უნდა იყოს? თუ ბოიკოტი გამოაცხადე და ისი არ შეხოდი, ამ შემთხვევაში ხელფასი უნდა იყოს. მაგრამ თუ არ შეხოდი პარლამენტში, არ ირიცხები წევრად და უარი როგორ უნდა იყოს? თქვენ მაგალითად რომელმაც უკვე მანდატი აიღეთ და რომელსაც გეკუთვნით და ბოიკოტს აცხადებთ და არ შედიხართ, მიუხედავად იმისა, რომ არ იმუშავებთ პარლამენტში და არ იქნებით ჩართული პროცესში, ხელფასი მაინც უნდა აიღოთ. ანუ ამას იძახის წულუკიანი, რომ ასეთ შემთხვევაში თუ არ იმუშავებთ, ხელფასი არ უნდა აიღოთ. პარლამენტში არ შევდივართ, ხალხო. პარლამენტში არ შევდივართ ოპოზიცია და ხელფასი რატომ უნდა ავიღოთ პარლამენტის დეპუტატობისათვის? რა აღმოაჩინა წულუკიანმა ახალი და ვინ თხოვს ხელფასს? აი ამ წუნკლიას, რომელსაც დიდი ხანი არ მოასვენებს, მამამისის მიერ დახვრეტილი 25 ადამიანის სული. ცოდვის შვილია. ტიპი. ცოდვის შვილი და ეს გამოდის და ზნეობას გვიკითხავს. ეხლა წულუკიანი მასწავლის, მე სად უნდა ავიღო ხელფასს და სად არა. კადრებს გადავიდეთ, ორი თქვენ შედამწადებით. მე